გამარჯობა, მე ნატალია ვარ და დღეს ქუჩაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი ვიდეოს ჩაწერის დღე მოვიდა, მაგრამ სამწუხაროდ ბარსელონაში ვარ და ისეთ სასარგებლო ვიდეოს ვერ გთავაზობთ, როგორც ეს აქამდე იყო და მომავალში იქნება. დღეს უბრალოდ გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება ჩვენი backstage-ი და როგორ ვიღებთ ხოლმე ვიდეოს მე და ჩემი უახლოესი მეგობარი და ოპერატორი. Uiteraard. გამარჯობა. მე ნატალია ვარ და ეს ჩემი პირველი ვიდეოა YouTube-ზე. კინაღამ კარიერა დამენგრა, მაგრამ რაღაცნაირად გადავრჩი და დღეს მზად ვარ, რომ თავიდან ვერ ვაჟავ. დავიწყო? ამიტომ ვთვლი, რომ ავთვლი, რასაც ვთვლი და თქვი უკვე. და ხელი არ უნდა მოკიდონ ისეთ რაღაცებს, რაც სიამოვნებას არ ანიჭებთ და თან მომგებიანიც არ არის ფინანსურად. არ მომეწონა ეს როგორც მოვყევი თავიდან. რაღაც ეტაპზე მაგალითად 1 წლის წინ თუ რაღაც კონკრეტულ თახას დავაკახასვირებდი და FLCU თახას თავაზობენ, უნდა დავარწმუნოთ ის ადამიანები, რომ იმერც წელში ჩვენ უფრო დავიზარდეთ, უფრო ეფექტურად ვხსნით ვიღაცას რაღაცებს, უფრო ახალ დეტალებს ვაცნობთ, უფრო დიდი აუდიტორიის წინაშე შეგვიძლია იმოხდეთ, ჩვენც განვითარდით და შესაბამისად ჩვეიფასით. შეიძლება მომიჯდე. დიდი ალბათობით წარმატებაში არ მომწონს. ეს უკეთესი იყო ვიდრე წინები. ეგ პოეტური არ არის? ან სხვა ადამიანების დახმარება. რაც არ მომწონს. ზოგისთვის მაგრამ უკეთესი შეგვიძლია. იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიო, ყველა უნდა დაამარცხო. ცოტა ვიჩლიფინე? შენ აუცილებლად უნდა წააგო 100 ლარი. ეცე ვიბოდიალე. ჩვენ ხშირად გვასწავლიან, რომ ცხოვრება გავს zero-sum games. ეს არის სიტუაცია, სადაც რესურსები შეზღუდულია. რა არის zero-sum game? ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, რომ პროფესიული ცხოვრება არის ბრუტალური ბრძოლა გადარჩენისთვის. ეს არის ერთგვარი zero-sum game. გაგიკვირდათ? არიცით რას ნიშნავს zero-sum game? ეს არის სიტუაცია, სადაც ერთი გამარჯვებული ყავს და მეორე დამარცხებული. გამარჯვებულის გამარჯვება დამოკიდებულია დამარცხებულის დამარცხებაზე. თუ მე და შენ თამაშობთ პოკერს და მე მინდა რომ 100 ლარი მოგიგო, შენ აუცილებლად უნდა გაიყოს ეს და კაი, ამჯერად დაგვჭირდა 2 საათნახევარი. ხმა და ენერგია როგორია? თან წვალობ ბრეკეტებმა ქართალი მოჭერილი და მეტყობა თუ არ მეტყობა. ეს შეიძლება მოხერხდეს ორგანიზაციაში განხორციელებული, ეს შეიძლება მოხერხდეს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტებში მონაწილეობით. ეს შეიძლება მოხერხდეს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობით. თავიდან ჩავწერ ხა ფლეზობული ვარ თან. ეს შეიძლება მოხერხდეს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობით. Better. ხო, ეგ არის. მეორე. არა, თავარი ისეთი ანტენა არ მქონდეს. ჩართულია? კატე. თან ანუ სულ მყავს ხოლმე ერთი პერსონაჟი, რომელიც ძალიან მიყვარს რა, ყველა სერიალში და Modern Family-ში ყავს ეგეთი? ჩემი სოფია ვერ გარას. ანუ პროსტა რა ლამაზია ექანი, აი. და გადავიდეთ Big Bang Theory-ზე. რომელიც შენად გიყვარს, მაგრამ მე მიყვარს ძალიან. კიდერთი? კაი, კიდერთხელ? პერსონაჟები რეალურად ურთიერთობენ ერთმანეთთან. კიდე ხო რქნა? ჩართულია? და თქვენი საყვარელი სერიალები ჩართოთ ორიგინალ ენაზე. ვიჩლიფინე? არა? კარგი. მე ისე არ წვალობ ხოლმე TikTok-ზე.
რადგან ჩემ ბოლო ვიდეომ თქვენი მოწონება დაიმსახურა და აუდიტორიაც გამეზარდა, YouTube-მაც უკვე რეკომენდაციებში გიჩვენათ ჩემი ვიდეო. საკუთრებით მოტივირებული ვარ და მინდა რომ უფრო მეტი ვიდეო გაგიზიაროთ განათლებასა და კარიერულ განვითარებაზე. სამომავლო გეგმებზე უფრო დეტალურად რომ გითხრათ, ვაპირებ რომ ყავდეს სტუმრებით, დეტალურად განვიხილო პროფესიები და დაგეხმაროთ პროფესიული არჩევანის გაკეთებაში. ასევე გაცვლითი პროგრამებით დაიტვირთება ჩვენი კონტენტი. თითქმის ყველა გაცვლით პროგრამას მივოვიხილავ და გასწავლით ხრიკებს, როგორ უნდა შეავსოთ აპლიკაცია და როგორ უნდა შეძლოთ თქვენი კანდიდატურის საუკეთესო წარმოჩენა აპლიკაციაში. ძალიან ყურადღებით გკითხულობ ხოლმე თქვენი მიერ გამოგზავნილ კომენტარებს, ამიტომ გთხოვთ კომენტარების სექციაში დამწერეთ რა თემაზე გინდათ რომ ვისაუბრო და ასევე რაიმე რჩევა თუ გქონთ ჩემთვის, როგორც პრეზენტატორისთვის, სიამოვნებით გავიცვალისწინებ. ახლა წავედით, ჩემს აზრებს უნდა მოუყარო თავი. წარმატებებს გისურვებთ მთელი გულით, მე კი ბარსელონა ველოდება.